ვერც ერთ ჩემს ლექციაში და ვერც ერთ ჩემს ვერანაირ გამოსვლაში მე ადამიანებს ვერ ურჩევ გზაზე. ანდროიზმი არ არსებობს და არც ვაკეთებ. ერთადერთი პრაქტიკული რჩევა, რასაც ვიძლევი, არის ეგეთი რაღაცა, რომ ერთხელ ცხოვრებაში გამოკეტეთ კარები, არ თუ გინდათ უნიტაზზე იჯექით და ისე გააკეთეთ, თუ გინდათ ძილის წინ ბალიშზე თავის, სულ ერთია. და საკუთარ თავთან უნდა დადო აღთქმა, რომ საკუთარ თავთან არ მოიტყვილები არასოდეს. ჯანდაბას სხვას მეზობელს მოატყუებ, ჯანდაბას ბავშვს მოატყუებ, ვიღაცას მოატყუებ, მაგრამ საკუთარ თავს, აი ეს არის ნომერ პირველი ნაბიჯი. საკუთარ თავს არ მოატყუებ არასოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ იღებ პასუხისმგებლობას, რომ გაიგო რა არის ნაღდი საკუთარ თავთან მიმართებაში. ანუ აი ამ საკითხზე ესე რო ვფიქრობ, ხო არ ვიტყუები. და თუ ამის ძიებას იწყებ, მაშინ შენ უკვე გადადიხარ იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარ თავს უკვირდები გვერდიდან. და მაგ წამს არ მივდივარ მე ფილოსოფიაში და არ ვსვაკითხავს, რომ აბა ვინ ხარ შენ და გამეცი რაღაცა ზებუნებრივი ფილოსოფიური პასუხი. არა, მე ვამბობ, რომ თუ შენ მაგ კითხვას დასვავ, რომ მე ვინ ვარ, ვინც აკვირდება, თუ ვისაც აკვირდებიან, შენ უკვე ჯანსაღი ხარ.